ბაშიძე კარასინის შეხვედრა პრაღაში დასრულდა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმე დააყენა. უფრო დეტალურად შეხვედრის შესახებ ქეთევან ქარდავა მოამბის ეთერში ისაუბრებს. სასტუმრო დიპლომატში პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შორის შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა და როგორც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენთან საუბარში განაცხადა, დაიწყო გიგა 402-ას მკვლელობაზე საუბრით. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრაღაში ეს ფორმატი არ ითვალისწინებს მსგავსი თემების განხილვას და ორიენტირებულია მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე და ჰუმანიტარულ თემებზე. თუმცა მან დააფიქსირა გრიგორი კარასინთან პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ისაუბრა რისკებზე და საფრთხეებზე, რომელიც თან ახლავს მისი აზრით ამ ინციდენტს და რომლის შესახებაც შესაბამის სტრუქტურებს და ორგანოებს ინფორმაცია აქვთ. რუსეთი არ დებს პირობას იმის, რომ ქართულ მხარეს დაეხმარება და არც საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. კარასინს ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეს შეხვედრის დაწყებამდეც და შეხვედრის დასრულების შემდეგაც. გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ამ საკითხს გამოიძიებს აფხაზეთის პროკურატურა, ვინაიდან ეს მათი საქმეა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ეს პიროვნება დამნაშავე უახლოეს მომავალში უნდა იყოს დაპატიმრებული. ეს შიდა პატიმრობა არის აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება. არსებობს საფრთხე იმისა, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება რაღაც საფრთხე დაემუქროს და ამაში საქართველოს ხელისუფლება არანაირად არ არის დაინტერესებული. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა ასევე კომენტარი. პასუხი ასეთი იყო, რომ ეს არის აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა და არა რუსეთის მხარის პირობას. ხა მართალითად არც ველოდით, ჩვენი პოზიცია დავადასტურეთ ეგ ნათლად, კონკრეტულად. გამოვხატეთ ის საფრთხე და რისკი, რის მატარებელიც არის ეს ტრაგიკული შემთხვევა და მოვისმინეთ მათი პასუხი, რომ რომ ეს აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და არა რუსეთის მხარის, რომ ეს გადაწყვეტილება შიდა პატიმრობის შესახებ მართლაც არაადეკვატურია და უნდა გაგრძელდეს მუშაობა აი ამ შესაბამის ფორმატში. რაც ჩვენთვის მისაღები მთლიანად არ არის. ეს არის რუსეთის მხარის პასუხისმგებლობაც და ამ პასუხისმგებლობას მთლიანად რუსეთის მხარე ვერ გადააბარებს მთლიან აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, ეს უპერსპექტივო საქმეა. აუცილებელია რომ მოხდეს იმ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება, რომელსაც საქართველოს და აფხაზეთის საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი. აუცილებელია დამნაშავეების დასჯა. ეს თემა განვიხილეთ ჟენევის დისკუსიების დროს. ჩვენ ცოტა გვაღელვებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გამო ემოციური მსჯელობისგან გამომდინარე მთელმა რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს. ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამ თემაზე მსჯელობა უნდა წარიმართოს არსებული ფორმატით. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებზე, რომელიც როგორც მე ვიცი 6 ივლისს შეიკრიბება. აფხაზეთი თქვენთვის არის ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტ ამ უშედეგო კამათს წინ ვერ წავალთ. აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა. ეს იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართალმა იზეიმოს. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ იმაზე თუ რა ტერიტორია, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის ეპიზოდში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავალთ უკვე სემინარზე. ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი ეპიზოდები არ განმეორდეს. საქმეს აფხაზური მხარე იძიებს. გრიგორი კარასინმა შეხვედრის დაწყებამდე დაანონსა დღეს თემა ტერორიზმის. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია და აქვს ძალიან დიდი იმედი იმის, რომ ქართული და რუსული მხარე ითანამშრომლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ თემაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ მას ვკითხეთ, არის თუ არა პერსპექტივა ან როდისთვის ესახება რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება. თემაზე კომენტარი გააკეთა შეხვედრის დასრულების შემდეგაც. ჩვენ ბუნებრივია, რომ ეს კითხვა დაუსვით ზურაბ აბაშიძესაც. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ მისთვისაც სიახლე იყო პრაღაში გრიგორი კარასინის მხრიდან ტერორიზმზე საუბარი.
სავიზო რეჟიმი რუსეთმა საქართველოსთან მაქსიმალურად ლიბერალური გახადა. რუსეთში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ნებისმიერი პირი საქართველოს მოქალაქე მოიწვიოს სტუმრად რუსეთში ან პირიქით. ნებისმიერ ქართველს შეუძლია მოიწვიოს ჩვენი მოქალაქე. საქართველოს და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ალბათ ჯერ ვერ მივედით, მაგრამ მივდივართ ამ მიმართულებით. არის მოსაზრებები, რომლებიც უსაფრთხოებას უკავშირდება და ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც. ამაზე დღესაც ვისაუბრებთ. ჩვენ ცხოვრობთ მშვიდ გარემოში, როგორც რუსეთი, ასევე საქართველო. არ არის საიდუმლო, რომ როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ზოგიერთ მოქალაქე ბევრი არა, მაგრამ მაინც გარკვეული რაოდენობა მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში, შუა აღმოსავლეთში და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. აუცილებელია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ, რომ სპეციალურმა სამსახურებმა და სააგენტოებმა ინფორმაცია გაცვალონ. რუსულ-ქართული ურთიერთობების პრაქტიკა უნდა შეიქმნას სასაზღვრო სფეროში მუშაობა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მშვიდად ვიცხოვრებთ. მათაც ახსენა ბატონმა კარასინმა ეს საკითხი, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით სასურველია, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა რაღაც კონტაქტი იქონიონ ინფორმაციის გასვლის მიზნით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ამ ფორმატში ხა დეტალურად ვერანაირად ვერ განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებს, მით უმეტეს ასეთ სპეციფიურს, მაგრამ მე ამ ინფორმაციას საქართველოში გადავცემ, მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე რაც მოვისმინე ამ ინფორმაციას, აი თქვენ გიდასტურებთ, რომ ნამდვილად კი ასეთი ინფორმაცია, ასეთი კომენტარი მე მისგან მოვისმინე, მე ვუთხარი, რომ ეს ჩვენი საქმე აქ არ არის, ამაზე საუბარი, მაგრამ მე ამ ინფორმაციას ავიღებ თბილისში. ხლა ამაზე მეტის თქმა მე არ შემეძლია მისთვის, არც თქვენთვის. მოამბესთან ისაუბრა გრიგორი კარასინმა ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმაზე თუ რას ელოდება რუსეთი საქართველოში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, რომ უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირთან გასვლის შესახებ. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა, რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი, იმედი გვაქვს, რომ ოდესმე შევძლებთ ამ სიტყვის ფართო გაგებით განმავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ბატონ ზურა აბაშიძესთან. კარასინმა დღევანდელ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა, რაც შეეხება ზურაბ აბაშიძეს, ის თulis, რომ შეხვედრის შედეგი პოზიტიურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს რიგით მეშვიდე მოქალაქე გასამართლებული რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ხვალ საღამოს დაუბრუნდება ოჯახს. შეხვედრები გაგრძელდება და სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრა გაიმართება, როგორც მხარეებმა აღნიშნეს, არჩევნების შემდეგ.